მუსიკალური ღონისძიება, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება ქართული სცენა ლითონის ჩასაბერ ინსტრუმენტებზე ქართულ და უცხოელ შემსრულებლებს და ჩასაბერ საკრავთა ორკესტრებს აერთიანებს. ფესტივალი ჯორჯიან ბრას მრავალფეროვან პროგრამას და ქართველი და უცხოელი ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს მოიცავს. კონცერტების გარდა ფესტივალის მონაწილე უცხოელმა შემსრულებლებმა დამწყები მუსიკოსებისთვის მასტერკლასებიც მოაწყვეს. საერთაშორისო მუსიკალური ღონისძიება მიზნად ისახავს ჩასაბერ საკრავთა პოპულარიზაციას და ამ ინსტრუმენტებით, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის დაინტერესებას. საქართველოს ლითონის ჩასაბერ საკრავთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად მასპინძლობს. ფესტივალის სახელწოდებით ჯორჯიან ბრას მოიცავს 3 კონცერტს. საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და მსოფლიოში აღიარებული სოლისტების მონაწილეობით. ასეთი პროექტები ვფიქრობ არა მხოლოდ მუსიკალური დონეს ზრდის ჩვენს ქვეყანაში, არამედ პირდაპირ კავშირში ახალგაზრდა მუსიკოსების მოტივაციასთან ამაღლებს სტანდარტს, იზიდავს უცხოელ ახალგაზრდა შემსრულებლებს ჩვენს ქვეყანაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის უკვე არსებული მაღალი პროფესიონალური დონის მუსიკოსებისთვის ძალიან დიდი სტიმულია. ფესტივალის დასკვნითი საღამო 16 მაისს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში გაიმართება. მოწვეული მუსიკოსები კი შვედი ტრომბონისტი და დირიჟორი ქრისტიან ლინდბერგი და ნორვეგიელი ტუბისტი ეისთეინ ბოტსვიკი იქნებიან. საღამოზე შესრულდება ეისთეინ ბოტსვიკის კონცერტი ტუბისა და ორკესტრისათვის, ლაუნი გრონდალის კონცერტი ტრომბონისა და ორკესტრისათვის და ლეგენდარული კომპოზიტორის პეტრე ჩაიკოვსკის პირველი სიმფონია. ხვალ დიდი კონცერტია. არის ბრას ფესტივალი და ჩვენ ხსნით რომანტიკოსი კომპოზიტორის კონცერტით, სადაც მე როგორც დირიჟორობ, ასევე ვუკრავ. ორკესტრი ფანტასტიკურია. შემდეგ არის ტუბას კონცერტი, რაც ძალიან უჩვეულოა, რადგან კომპოზიტორი თავად ტუბაზე დამკვირვებელია. ასე რომ ძალიან საინტერესო იქნება. შემდეგ არის შესვენება, ხოლო შესვენების შემდეგ გადავწყვიტე შემესრულებინა ჩაიკოვსკის პირველი სიმფონია, სახელწოდებით ზამთრის ოცნებები. მიზეზი კი ის არის, რომ 9 წლის ასაკიდან უბრალოდ შეყვარებული ვარ ამ ნაწარმოებზე. ვფიქრობ, ის ალბათ ჩემი ფავორიტი სიმფონიაა ყველა კატეგორიაში. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა მასტერკლასები კონსერვატორიის სტუდენტებისა და სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისათვის, რომელსაც კონცერტებში მონაწილე უცხოელი სოლისტები უძღვებოდნენ. ჯორჯიან ბრას საერთაშორისო ფესტივალი 2026 არის კულტურული ღონისძიება, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს უმაღლესი დონის ლითონის ჩასაბერ ინსტრუმენტებზე შემსრულებლებს და ჩასაბერ საკრავთა ორკესტრებს. ფესტივალის მიზანია პროფესიული მუსიკის და ლითონის ჩასაბერ საკრავთა პოპულარიზაცია, კულტურული დიპლომატიის გაძლიერება და ჩასაბერი ინსტრუმენტებით ახალგაზრდების დაინტერესება.